მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო და მსვენელებო, ძვირფასო მაყურებლებო და მსვენელებო. წინა ვიდეოში მე გავაკეთე მოკლე განხილვა 7-ვე სტანცის. ახლა ვაკეთებ უფრო ფართო განხილვას. სტანცი პირველი, პუნქტი პირველი. მარადიცობა დედა მშობიარე. ორმოცდათოთხმეტი დაფარული თავის სამოში მრავალ უხილავების კიდევ ერთხელ ზინავდა 7 მარადისობის განმავლობაში. დედა მშობიარე, რომელიც ბადეს სივრცეა, სივრცე არის მაღალი, ყველგან არსიანი მიზეზი მთელი მიუწვდომელი საღვთაებისა, რომლის უხილავი სამოსი არის მისტიკური ფესვი მთელი სცენარისა და სამყაროში. უხილავი ფესვი ბჭყალებშია. სივრცე არის ის ერთიანი მარადიული, რაც ჩვენთვის ადვილი წარმოსადგენია. ურყევი მის აბსტრაქტულობაში და გავლენის მიღმა და დამოუკიდებელი მისი ყოფით ან არ ყოფით, ესე იგი დამოკიდებული მისი ყოფნით ან არ ყოფნით, მასში ობიექტური სამყაროს ის ყველა გაგებაში განზომილებებს მიღმა და თვით არსებიანია. თვით არსიანია. სული, უბრალოდ სულის ენერგია, დუხ. ის სული კი არა, დუხ, სულის ენერგია. არის პირველი დიფერენცია იმისაგან ბჭყალებში უმიზეზო მიზობრივი მიზეზისა, როგორც სულის ენერგიისა, დუხა, მასე მატერიისაგან, როგორც გვასწავლის ეზოთერიკური კატეხიზისი, ის ბჭყალები იხსნება, ის არ არის უსაზღვრო სიცარიელე. ბჭყალები იხურება, არც ბჭყალები იხსნება პირობითი პალმატა, სისრულე არა, ან პირობითი სრულყოფა, ასე ვთქვათ. მაგრამ იგიც და ესეც და სხვაც ის იყო და ყოველთვის იქნება მასზე. საფარი, სამოსი ნიშნავს კოსმოსური მატერიის დიფერენცირებულ ნუმენს. ნუმენია. ეს მატერია არა, როგორც ჩვენ მას ვიცნობთ, მაგრამ
სულიერი არსება მატერიალურია, რომელიც თანაც მარადიულია და ერთიანიც არის სივრცესთან მის მაღალ აბსტრაქციულობასთან. ფესვი, ბუნება, აგრეთვე არის წყარო, წვრილი, უხილავი უნარებისა, ხილული მატერიალურში. ეს, როგორც სული, ერთიანი და უსაზღვრო სულისა, ინდუსები უწოდებენ მას მულა პრაკრიტი. ხო, კიდევ გავიმეორებ, მულა პრაკრიტი. ესე იგი, ფესვი, მატერია და ამტკიცებენ, რომ ეს არის პირველ შექმნილი სუბსტანცია, რომელიც არის ფუძე უპათხი ან გამცილებელი ყოველი ფენომენისა, ფიზიკურისა, ფსიქოლოგიურისა ან გონივრულისა. ეს არის წყარო, რომელიც ასხივებს აკაშა. ხო, წყარო აკაშა. ჭყალები იხსნება 7 მარადისობის, ხო, ეს სიტყვა 7 მარადისობის არის ჭყალებში და ამ 7 მარადისობის ქვეშ იგულისხმება ზონები, ანუ პერიოდები. სიტყვა მარადისობა, როგორც ის ისმის ქრისტიანულ ღვთის სწავლებაში, არ აქვს აზრი აღმოსავლური ჭკუისთვის, იმ გამონაკლისით, რომ ის გამოიყენება ერთიან არსებობის ტერმინთან, ისევე როგორც ტერმინი საუკუნი და საუკუნამდე. ხო, ეს ჭყალებშია. რომელიც მარადიულია, მხოლოდ ცრუ, ხო, რომელიც მარადიულია მხოლოდ მომავალში და არის არაფერი სხვა, როგორც ცრუ დასახელება. მეორე წიგნში, ვიშნუ პურანაში, თავ მერვეში ნათქვამია, უქტავების ქვეშ იგულისხმება არსებობა კალპის ბოლომდე. თარგმნელი შილოსონი მიუთითებს შენიშვნასი ვედების მიხედვით, ეს ისა, რისი გაგება საჭიროა, მოიცადეთ, ხო, რისი გაგება საჭირო ქვეშ, ხო, ეს ისა, რისი გაგება საჭირო ქვეშ, ხო, ამდაგვარად მასეთი სიტყვები არ არსებობს და არ შეუძლია იარსებოს ფილოსოფიურ მეტაფიზიკაში და იყო უცნობი ეკლესიური ქრისტიანობის გაჩენამდე. 7 მარადისობა ნიშნავს 7 პერიოდს ან დროის პერიოდს, რომელიც უდრის 7 პერიოდს. ერთი მანვატარისა, მახაკალპის ან უდიდეს საუკუნის,
ხო, ეს ჭყალებშია. უდიდეს საუკუნის განმავლობაში 100 ბრაჰმანის წელი. ხო, ამას კიდე წაგიკითხავთ. 7 მარადისობა ნიშნავს 7 პერიოდს. ან დროის პერიოდს, რომელიც უდრის 7 პერიოდს ერთი მანვატარისა მახაკალპის ან უდიდესი საუკუნის განმავლობაში 100 ბრაჰმის წელი. ხო, რომელიც შეადგენს ჯამში, ხო, აქ დიდი ციფრია მოყვანილი. სიმართლე გითხრა, მილიონი ყველა მიცის რა, მილიარდი ყველა მიცის რა. მაგრამ ეს ციფრი იმხელა ახლა ერთი წუთით ამ ციფრს მე თქვენ ახლა დაგანახებთ. უკეთესია ერთი წუთით. იმიტომ რომ მე ამას ვერ წამოვთქვამ, იმხელა ციფრია. ერთი წუთით ახავე. ესე იგი 100 ბრაჰმის წელი, რომელიც 100 ბრაჰმის წელიო, რომელიც შეადგენსო ჯამში აი ამ ციფრს. აი ამ ციფრს შეხედეთ? ხო. ხო, აგერ 311 040 30 30 30. ხო, კიდევ 311 040 და ამ 040-ის შემდეგ მოდის 90. კიდე განახებთ. აგე. ხო, ამის შემდეგ მოდის 1 2 3 4 5 6 7 8 9 0. ხო, ამ 311-ის 040-ის შემდეგ კიდევ 90 მოდის. ხო, დამ წელს ჯამში შეადგენს ამ ციფრს, ამ უზარმაზარ ციფრს. ბრამის ყოველი წელი შეადგენს 360 დღიდან და მასევე რიცხვისა ღამე ბრამისა ჩანდრი ანასი გამოთვლით ან თვარის წლით. დღე ბრამის კი ითვლის კიდევ ერთი დიდი იმხელა საერთოდ მათემატიკაში თუ ამხელა გამოიანგარიშება. ალბათ მაღალ მათემატიკაშია. ერთი წუთი დახლავე. დღე ბრამის კი ითვლის ხო, ბრამის დღე ითვლისო ერთი წუთით განახებთ ახლა. რა არის მაგ? კიდევ უნდა ავკეთო. ეს ციფრი დაიმახსოვრეთ 43 20 და ამის შემდეგ კიდევ 6 0. ეს ციფრი 4 320 და 6 0. 4 320 და ეს 6 0. მაპატიეთ მათემატიკაში მე ძლიერი არ ვიყავი არასოდეს. კი ვიცი, მილიონი, ტრილიონი, ამას არ ვიცი, ტრილიონზე მეტი კიდევ არსებობს რამე. მილიონი არის 9 0, ესე იგი 9 ციფრი, 0 არა სავალდებულო, ხო?
3 გონი 4 მილიონი. ხო, თუ აცდები 4 მაბადიეთ დიდ ბოდიშს გიხდით. ხო და ეს ციფრი, რაც ახლა მე თქვენ გაჩვენეთ, ითვლის ბრამის დღეს. მოხტავ წლებს. იცით რა, ვინც თქვენ ძლიერები ხართ მათემატიკაში, მომწერეთ თუ როგორ უნდა წარმოვთქვა ეს ციფრები. ეს ტრილიონია, მილიონს არ გავს. ის მითხოვდეს პირველი ციფრი. იქ 9 ნულის გარდა კიდევ არის 1 2 3 4 5 6 ციფრი. ხო და ეს მეორე ციფრი 4 320 და 6 ნული, ეს კიდევ მე მგონია ეს 9 ციფრია ხო მილიონში. 1 მილიონი. არა, ეს მეტია. არ მეწყინება ვინმე მიკარნახეთ თუ როგორ უნდა წარმოვთქვა ამ ხელა ციფრები. მადლობელი ვიქნები. მაპატიეთ მათემატიკაში მე ძლიერი არა ვარ. კი ახლა მაგალითებს მოვერევი, მაგრამ ეს ნამეტანია ჩემთვის. ეს მარადისობები ეკუთვნიან საიდუმლო გამოთვლებს, რომლებიც იმისთვის რომ მიხვიდე მივახლოვდე ჭეშმარიტ ჯამს ყოველი ციფრი უნდა იყოს 7-ჯერ გადამრავლებული, სადაც გადამრავლების ნიშანი ხო 7x 7-ჯერ გადამრავლებული, სადაც ეს გადამრავლების ნიშანი განსხვავდება ბუნებრივი ციკლთან სუბიექტურ ან რეალურ სამყაროში. არ მახსოვს ახლა მე ეს x იყო თუ გადამრავლების ნიშანი იყო. განახეთ ახლა. კარა, გამრავლების ნიშანს არ მახსოვს. დამეწერა უნდა 7-ჯერ აგერ x, სადაც ეს ნიშანი განსხვავდება ბუნებრივი ციკლთან სუბიექტურ ან რეალურ სამყაროში. და ყოველი ციფრი, რომელიც მიეკუთვნება ან წარმოადგენს სხვადასხვა ციკლებს, უდიდესიდან წვრილმანამდე ობიექტურ ან არა რეალურ სამყაროში და უნდა იყოს 7-ჯერ. ხო, 7-ჯერ. არა, ის გამრავლების ნიშანი არ ყოფილა. უბრალოდ 7-ჯერ. გასაღები ამის გასახსნელად შეეძლო მოგვეცეს, რადგან ამაში შედგება საიდუმლო ეზოთერიკური გამოკლებისა და ჩვეულებრივ გამოთვლებისთვის ამას აზრი არ აქვს. ხო, ახლა რას ნიშნავს რიცხვი 7? რიცხვი 7, ამბობს კაბალა, არის უდიდესი რიცხვი ღვთაებრივების საიდუმლოებისა. რიცხვი 10 არის რიცხვი საერთო კაცობრიობის ცოდნისა. პიფაგორის დეკადა. 1000 არის რიცხვი
10-ის მესამედი 1000 რიცხვი 1000 არისო რიცხვი 10-იანის მესამედი საზომი ნიშნულობა რიცხვის ნიშნულობა 10-ის ხო 1000-ის რიცხვის ნიშნულობა 1000 არისო რიცხვი 10 არის მესამედის საზომის ნიშნულობა ამიტომ რიცხვი 7000 აგრეთვე სიმბოლურია საიდუმლო დოქტრინაში რიცხვი 4-იანი არის მამაკაცის სიმბოლო მხოლოდ აბსტრაქციის უმაღლეს პლანზე ხო საიდუმლო დოქტრინაშიო 4-იანი არისო მამაკაცის სიმბოლო მხოლოდ აბსტრაქციის უმაღლეს პლანზე მატერიალურ პლანზე რიცხვი 3 არის მამაკაცური ხო მატერიალურ პლანზე 3 რიცხვი 3 არის მამაკაცურიო მაგრამ ასტრალურ პლანზე რიცხვი 4 მამაკაცის სიმბოლო არის რიცხვი 4 და მატერიალურ პლანზე პირიქით არის მამაკაცის სიმბოლო რიცხვი 3 და მატერიალურ პლანზე ოთხიანი არის ხოლო ოთხიანი არის სკალური სიმბოლო ვერტიკალური და ჰორიზონტალური მეოთხე სტადიაში სიმბოლიზმისა გასაგებია კიდევ აგიხსნით საიდუმლო დოქტრინაში რიცხვი 4 არის მამაკაცის სიმბოლო მხოლოდ აბსტრაქციის უმაღლეს პლანზე მატერიალურ პლანზე რიცხვი 3 წარმოადგენს მამაკაცის სიმბოლოს ხოლო რიცხვი 4 არის სკალური სიმბოლო ვერტიკალური და ჰორიზონტალური მეოთხე სტადიისა ამ სიმბოლიზმისა როდესაც სიმბოლები დგება გლიფებად როდესაც სიმბოლოები დგება გლიფებად რომლებიც წარმოიშვებიან უკაცრავად და გამომიტოვია რომლებიც წარმოიშვებიან ფიზიკური პლანზე ძალებით გასაგებია მეორე პუნქტი დრო არ იყო ის განისვენებდა უსაზღვრო წიაღში ხანძრივობისა დრო წყალებში არის მხოლოდ ილუზია რომელიც იქმნება რიგრიგობითი გამოვლინებით
იქნება ხო რიგრიგობითი გამოვლინებით ჩვენი ცნობიერების მდგომარეობების ჩვენი მარადისობაში მოგზაურობის განმავლობაში და ის არ არსებობს, მაგრამ განისვენებენ ძილში, ჭყალებში, იქ, სადაც არ არის ცნობიერება, რომელშიც იქნება ხოლმე ილუზია. სხვათა შორის, ბორევი ძალიან კარგად აღწერს, მე ცალკე ვიდეოები კიდევ დავდები ნაწყვეტები ბორევის წიგნიდან, დროს შესახებ და ილუზიის შესახებ. ხო, მე ახლა ამაზე საუბარს არ დავიწყე და თუ გაინტერესებთ, მოძებნეთ ვიდეოებში. იქ ნახავთ, არა, ისინი დიდი ვიდეოები არა, ისინი არის მოკლე ვიდეოები. ნაწყვეტები ბორევის წიგნიდან. ხან რა თემას ეხება და ხან რა თემას და იქვე მაქვს დადებული მგონი, არ მახსოვს რა მიწერია თავში. მგონი ხო, კი, თქვენ იქ მას მოძებნით. კარგი, რა ხომ გეტყვით მოკლედ, ილუზია, რადგან ილუზიას შევეხეთ, ბორევი წერს იქა, თუ როგორ ღებულობთ ჩვენ ამ ილუზიის სურათებს. თითქოს ჩაკვერი, ხო, ჩაკვები. არ მახსოვს ზუსტად უხუნთ. კარგად მოძებნეთ იქ რამე იქნება. არ მახსოვს როგორ აღვნიშნე მე ეს ვიდეო. კარგით, მოდით დროს დავკარგოთ. ახლა მე რომ თქვენ ის აგიხსნათ, ყველაფერი აირევა. მოდით თემას ნუ გადავუხვეთ. არა ბორევის წიგნის ბოლოს ბორევი ხსნის თუ ამ ილუზორულ სურათებს ჩვენ როგორ ვიღებთ და როგორ ვქნით ჩვენ დროს. ჩვენ შეგვიძლია დროის მიღმა გავიდეთ. ავარიდოთ დროს თავი, მაგრამ ამას თავის საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება და დრო. ახლანდელი დრო არის მხოლოდ მათემატიკური ხაზი, რომელიც ყოფს იმ ნაწილს მარადიული ხანძრივობისა, რომელსაც ჩვენ უწოდებთ მომავალს. იმ ნაწილებისაგან წოდებულს ჩვენ მიერ წარსულთან. დედამიწაზე არაფერს არ გააჩნია ჭეშმარიტი რეალური ხანძრივობა, რადგან არაფერი არ რჩება ცნებების გარეშე და გრძნობა, რომლებსაც ჩვენ ვღებულობთ, დროის გაყოფის შედეგად ცნობილია როგორც ახლანდელი. ხდება ნაშიერი აღთქმის გაუგებრობის გამო ან საგნების აღთქმის რიგისა, რომლებიც გადაეცემათ ჩვენი გრძნობებით იმის მიხედვით, როდესაც ეს საგნები იდეალური როდესაც ეს საგნები იდეალურად წარმოდგებიან. მაბადიეთ, დღეს რაც ხმხედულობა ისევ არეული მაქვს, ეტყობა შაქარი მაქვს აწეული, რომელსაც უწოდებენ ჩვენ მომავალს. გადადიან მოგონებების რაიონში, რომელსაც უწოდებენ წარსულს. სრულიად მასზე გრძნობთ შტაბეშტირებას ხანძრივობისა წამიერი ელექტრონული ნაბრძგალისა, ნისლიანი და
ხანძრივი ანაბეჭდის შედეგად თვალის ბადურაზე. ხო, ესე იგი, უბრალოდ სიტყვებით გეტყვით. უკვე ბოლევის წიგნიდან ამოვიდა. არა, არ გამიორე, ჩემი სიტყვით ვიტყვი. ჩვენ კი იცით, თავარი ჩაკრა ადამიანს აქვს 7, არის მერვე ჩაკრაც ზევით თავში, არის მე-9 ჩაკრა თავის ზევით გვირგვინივით გვასის. საერთოდ ადამიანს გააჩნია 144 ჩაკრა ჯამში. და როდესაც პრანა საციცოცხლო ენერგია შემოდის, ხო, და ხერხემალს მიყვება, რადგან ჩაკრები ხერხემალთან ახლოს და განლაგებული. ხერხემალზე არიან თითქოს განლაგებული და როდესაც ეს საციცოცხლო ენერგია შემოდის ჩვენში, ის გადის ჯერ მე-9 ჩაკრას, შემდეგ ხდება მერვე ჩაკრაში. მე ხა გიხსენთ თუ როგორ იქნება ილუზია. ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ. უბრალოდ სიტყვებით. ხო. აქ ცოტა რთულად წერია. შემდეგ ხდება მერვე ჩაკრაში. მერვე ჩაკრა განლაგებულია ჩვენი თვალების უკან. ამ მერვე ჩაკრიდან ნაწილი ენერგიისა მიდის თვალებისკენ, ნაწილი ენერგიისა აგრძელებს სვლას ქვევით. გადის მე-7, მე-6, მე-5 ჩაკრას და ერთდროულად თვალებით ეს ენერგია გამოდის თვალებიდან. კიდევ ნაწილობრივ. და ჩვენ გვაძლევს თვალებში, უბრალოდ თვალებში შედის და თვალებში ჩვენ გვეძლევა სურათები. ეს ილუზორული სურათები. ხო, ჯერ ქმნიან თვალები ამ ილუზორულ სურათებს, ფოტოებს. ჩაკრა ისა ენერგია კი ხომ აგრძელებს სვლას. მივა აი ზუსტად არ მახსოვს. სად იქნება სურათები, იქნება მგონი მე-6 ჩაკრაში. ხო. შემდეგ გადადის მე-5 ჩაკრაში და იქ რაღაცა ემატება. არ მახსოვს ზუსტად. მე-4 ჩაკრაში, როდესაც მიდის ეს ენერგო ინფორმაცია, იქ ფოტოები ლაგდება, როგორც ლენტა, კინოს ლენტა ისე ლაგდება ფოტოები. ხო, მოქმედების მიხედვით, როგორც ლენტას აწებებენ ხოლმე, ძველად ადრე იყო ხო ლენტის კინოები. და აწებებდნენ ჭრინა, მოჭრიდნენ, მიაწებავდნენ იქა, ხო? ამ გამზადებულ ლენტას მე-4 ჩაკრიდან გადაისროლება მე-3 ჩაკრაში. იქ ამ მე-3 ჩაკრაში უკვე ეს ლენტა უერთდება, ლენტის საწყისი და ლენტის დაბოლოება უერთდება ერთმანეთს და ხდება ერთი მთლიანობა. ხო, შეუწყვეტელი წრე. მე-3 ჩაკრა არის ლოგიკური აზროვნება და ეს ლოგიკური აზროვნება ქმნის დროს. ეს ლოგიკური აზროვნება როგორც ციყვი, ისე ტრიალებს. ისე ატრიალებს ამ სურათებს. მუდმივად, შეუსვენებლივ. და ეს ტრიალი, ბორბალივი ტრიალი, აჩენს დროს. ამიტომ დროს მართავთ ჩვენ. ჩვენ დროს.
ასეთივე დროს აჩენს სხვა ადამიანები, ასეთივე დროს აჩენენ ყველა ცოცხალი არსებები. მე ასე ფიქრობ, რომ და რატომ და ახლა მომივიდა ეს ასრად, როდესაც ბორევის წიგნს თარგმნიდი და სამკითხულობდი. იმ მომენტს, ახლა მე რასაც გიყვებით, მაშინ არ მიფიქრია ამაზე, ახლა გიფიქრობ. კი, მესამე ჩაკვაში ლოგიკური მსჯელობა ატრიალებს ციყვისავით, სიყვარულდარბის ბორბალს ისე ატრიალებს ამ სურათებს, ტრიალებს და შეუსვენდება ამ ილუზორული სურათების უბრალოდ ამ ბორბალივით ატრიალებს ამ ილუზორულ სურათებს. ის ხომ მოძრაობს, ის სურათები ხომ მოძრაობს როგორც ბორბალი. და ეს ლოგიკური აზრი ციყვისავით ტრიალებს ამ სურათებს შორის. და ეს მოძრაობა ქმნის დროს და ახლა ფიქრობ. მე დროზე ფიქრობდი როგორც საერთო დროზე. ესე იგი გამოდის, რომ ადამიანები ცალ-ცალკე ყოველი მონაწილეობს თავისი დროის შექმნაში. როგორც დედამიწას გააჩნია დროის ხაზი, ის ხო მისი დროა, მისი დროის ხაზია, მისი დროის მდინარე. ასევე გამოდის, რომ ჩვენ ვართ ჩვენი დროის მმართველები. არ ვიცი მე ხარ რამდენად შეუძლია ადამიანს მართოს დრო, მაგრამ ჩვენ ხო ვქნით ამ დროს. ჩვენ მესამე ჩაკრაში. თქვენ როგორ ფიქრობთ? ხო. ჩვენ მოდით ეს კიდევ გავიმეოროთ. საინტერესოა ძალიან. ხავე ერთი წუთით ეს დიდი წინადადება. დედამიწაზე არაფერს არ გააჩნია ჭეშმარიტი რეალური ხანძრივობა, რადგან არაფერი არ რჩება ცვლილებების გარეშე და გზნობა, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ დროის გაყოფის შედეგად, ხო? ცნობილია როგორც ახლანდელი. ხდება წამიერი აღთქმის გაუგებრობის გამო ან საგნების აღთქმის რიგისა, რომლებიც გადაეცემა ჩვენი ცნობებით. იმის მიხედვით, როდესაც ეს საგნები იდეალურად წარმოგვიდგებიან, რომელსაც უწოდებენ ჩვენ მომავალს, გადადიან მოგონებების რაიონში, რომელსაც უწოდებენ წარსულს. სრულიად მასე გრძნობთ შტაბეშტილებას ხელმძღვანელობისა წამიერი ელექტრონული ნაბეჭდალისა ნისლიანი და ხანძრივი ანაბეჭდის შედეგად თვალის ბადურაზე. სინამდვილეში ადამიანები ან საგნები არ შედგებიან
მხოლოდ იმისგან, რასაც ვხედავთ მასში რომელიმე ან მომენტში, მაგრამ არის არსი გროვა თავისი სხვადასხვა ცვალებადი მდგომარეობებისა, როგორც მე თქვენ ახლა გიყვებოდით ბორევის წიგნიდან მაგალითს, თავისი გაჩენის მომენტიდან მატერიალურ ფორმაში თავის გაქრობამდე ჩვენი დედამიწიდან ზუსტად ეს მთლიანი გროვა არსი, რომლებიც არსებობენ მომავალში და გადიან თანდათან მატერიის გავლით, იმისთვის რომ მარადიულად იარსებოს წარსულში. არავინ იტყვის, რომ რკინის მილი ზღვაში ჩაგდებულმა დაიწყო თავისი არსებობა ხაერის მიტოვების შემდეგ და მიატოვა არსებობა წყალში შესვლის შემდეგ. და რომ თვით მილი შედგება მხოლოდ ამ სიბრტყის გადაკვეთიდან, რომელიც დაემთხვა მაგ მომენტში მატერიალურ პლანს. რომელიც ყოფს და მაგ დროსაც აერთიანებს ატმოსფეროს ოკეანესთან, იგივე ხდება ადამიანებთან და საგნებთან, რომლებიც ვარდებიან, იქმნებიან წყალებში, იყოში წყალებში, წარსულიდან წარსულში, ამ წყოში. რა რო დამიწერია? ამ წყოში წარსულიდან წარსულში წარადგენენ ჩვენ გზნობებს წამიერად თითქოს თავიანთი მთლიანობის გადაკვეთას მათი განვითარებიდან, მოვლენების განვითარებიდან დროში და სივრცეში, როგორც მტერია ერთი მარადისობიდან მეორესაკენ და ეს ორი მარადისობა შეადგენს მაგ ხანძრივობას, რომელშიც მხოლოდ ესე იგი დაუბრუნდება თავის უკაცრავად რომელშიც მხოლოდ ერთში არის ჭეშმარიტი არსება, მხოლოდ თუ ჩვენი გზნობები შეძლებენ ამის აღთქმას. მესამე პუნქტი. სამყაროს გონება არ არსებობდა, რადგან არ იყო ახ-ხი. ახ-ხი არ ნიშნავს ზეციურ არსებებს. ახ-ხი ხო, ნიშნავს ზეციურ არსებებს. და სამყაროს გონება არ არსებობდა, რადგან არ იყო ახ-ხი. ესე იგი არ იყვნენო ზეციური არსებები. იმისთვის რომ ჩაეტია ის და ამის შედეგად გამოვლენილიყო გონება წყალებში არის დასახელება მოცემული არსისა, მისი მდგომარეობისა, გროვისას, სხეული პლუს სული პლუს გონება, ცნობიერებისა, დაჯგუფებულები, განსაზღვრული აზრი, ნება და გრძნობების ქვეშ. რომ ძირის დროს აზროვნება
ითიშება ფიზიკურ პლანზე და მეხსიერება ჩრდება დროებით. ამდაგვარად ამ მომენტში გონება არ არსებობს, რადგან ორგანი, რომელიც ეგოა, ავლეს თავის აზროვნებას და მეხსიერებას მატერიალურ პლანზე. დროებით შეწყვეტა მოქმედება, ნუმე შეუძლია გახდეს ფენომენი ნებისმიერ პლანზე არსებობისა და ვლინდება ამ პლანზე შესაფერის ფუძეგავლით ან გამტარებლის დახმარებით და გრძელი ღამის განმავლობაში, რომელსაც ქვია პრალაია, როდესაც ყველა სიცოცხლე დადნა, მთელი სამყაროს გონება რჩება, როგორც საშუალება ტვინიერი საქმიანობისა, ან როგორც ის აბსტრაქციული აზრი, კონკრეტული და შეფარდებითი გამოვლინება, რომლისა არის გონება. ხი, ანუ ზეციური არსებები, თხიან კოგანი, ხო, ახი ან თხიან კოგანი, ესე ზეციური არსებებს ნიშნავს. არსებობისა სონნები სულიერი არსებებისა ანგელოზური კრისტალური თანამდებობები, ელოქიმები და ებრაელების მართლები, რომლებიც არიან გამტარებლები ღვთაებრივი ან მთელ სამყაროსი მთელი სამყაროს აზრისა და ნებისა. ისინი არს გონიერი ძალები, რომლებიც იძლევიან და ამყარებენ ბუნებაში მანე კანონებს და მაგ დროსაც თვითონ ისინი მოქმედებენ კანონების თანახმად დაკისრებულ მათზე ანალოგიური წესით, კიდევ უფრო მაღალი ძალებით, მაგრამ ისინი არ არიან გაპიროვნება ბუნების ძალებისა, როგორც ეს ხშირად შეცდომით ეფიქრებათ. ეს იერარქია სულიერი არსებებისა, რომლებითაც ვლინდება მთელი სამყაროს გონება, გაქვს ჯარს, მეომრებს ჭეშმარიტად რომლის მეშვეობით ვლინდება სამხედრო სიძლიერე ერისა. ის შედგება კორპუსებისაგან, დივიზიებისაგან, ბრიგადებისაგან და ასე შემდეგ და ყოველი შეიცავს ინდივიდუალობას ან თავისებურ ცხოვრებას თავისუფლების რაღაც წილით მოქმედებებში და შესაბამისი პასუხისმგებლობით ყოველი ჩართულია კიდევ უფრო ფართოდ ინდივიდუალურ ჩართულია უფრო ფართოდ ინდივიდუალურ უკაცრავად ჩართულია ფართოდ ინდივიდუალობაში, რომელსაც
ექვემდებარება მის პირად ინტერესებს და ყოველი ითავსებს თავში კიდევ უფრო ნაკლებს ინდივიდუალურობას. მეოთხე პუნქტი. 7 გზა ნეტარებისკენ ნირვანა. ეს არის ჩინური ნე პანი. ნე იბანი. ბურბიულ ენაზე მოდა. არ იყო უდიდესი მიზეზები ტანჯვისა, ნიდანა და მაია 12 ნიდანი ტიბეტურად დელ ჩუგნი არსი მთავარი მიზეზისა არსებობისა შედეგი გაჩენილი ჩადებული მიზეზებისა მიჯაჭვობით რადგან არ იყო არავინ ვინც მას გააჩენდა და აცდუნებდა. არსებობს 7 ბილიკი ბჭყალებში, არსებობს 7 ბილიკი ან გზა ბჭყალებში და ნეტარებისკენ ესეც ბჭყალებში არ ყოფისა, რომელიც არის აბსოლუტური ყოფა და ცნობიერება. ისინი არ არსებობენ, რადგან სამყარო არ იყო გამოვლენილი და ქონდა ყოფა მხოლოდ ღვთაებრივ ასლში. რადგან ეს არის 12 ნიდანი ან ყოფის მიზეზი, ყოველი არის როგორც შედეგი მიზეზის წინამორბედი და თავის რიგში მიზეზი შემდგომისა. სავაკუპნეს გროვა. ანუ აქ შეიძლება ადამიანსაც იყოს საუბარი სავაკუპნას. ესე იგი ცოცხალი არსება, სული, გონება, სხეული. ხო, შეიძლება აქ ადამიანი გონება, სული, სხეული. ყველა ნიდანისა დაფუძნება 4 ჭეშმარიტებაზე. დოქტრინისა ეს გამორჩეულად ხასიათდება ჰინაიანის სისტემას. ისინი ეკუთვნიან დინების ნაკადს, ესე იგი სცემდნენ გადამბვის კანონს, რომლებიც ბადებენ დამსახურებებს და საქციელებს. რომლებსაც ბოლოს მიყავთ კარმამდე სრული დატვირთვით. ეს სისტემა დაფუძნებულია უდიდეს ჭეშმარიტებაზე, რომ უნდა გეშინოდეს განსახიერების, რადგან
არსებობა ამ სამყაროში მოაქვს ადამიანისთვის უკაცრავად ნახეთ რა საინტერესო რაღაც წერია. ეს სისტემა დაფუძნებულია უდიდეს ჭეშმარიტებაზე, რომ უნდა გეშინოდეს განსახიერების. რატომ უნდა გეშინოდეს განსახიერების? ხო? ხო, როდესაც უთხრეს სულებს უნდა განსახიერდეთო, ბერმა ვაჟებს, ხო? გახსოვთ იმ ვიდეოში ამაზე საუბარი, როდესაც ვაჟებს უთხრეს უნდა განსახიერდეთო, ვაჟებმა ვარ ითქვეს. ხო და უნდა გეშინოდეს განსახიერების, რადგან არსებობას ხომ გამომტოვებია, რადგან არსებობას ამ სამყაროში მოაქვს ადამიანისთვის მხოლოდ ტანჯვები, უბედურებები და ტკივილი და თვით სიკვდილი, ან არის ხო, დათვით სიკვდილი არ არის სიკვდილი, რომელსაც ის გადის სხვა ცხოვრების გასამეორებლად. დედამიწაზე, რომლის კარებში ის გადის, მოკლე დასვენების შემდეგ მის უპირდვერია მის ლოდინში. ალბათ ეს ჯობს. მის ლოდინში სისტემა სინაიანის, ან იგივე პატარა ბორბლის სკოლა ძალიან ძველი წარმოშობისაა. მაშინ როგორც მახარიანი ან დიდი ბორბლის სკოლა, ეტლის სკოლა ძალიან თანამედროვე ალბათ. ხო, წარმოშობილია გვიანი, ძალიან გვიანი პერიოდში, რადგან ის გაჩნდა ბუდას სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მაინც ამ ბოლოსი ფუძეები იმდენად ძველია, რომ მთები, რომლებაც შეიკედლეს ამდაგვარი სკოლები უძველესი დროიდან და სკოლები ხანიაი ანასი და მახაიანასი ორივე სინამდვილეში ასწავლიან იმავე დოქტრინას. იანა და ეტლი არიან მისტიკური გამონათქვამები და ორივე ეტლები ცდილობენ აღბეჭდონ დოქტრინა იმისა, რომ ადამიანს შეუძლია განთავისუფლდეს ტანჯვებებისაგან. ადამიანს შეუძლია განთავისუფლდეს ტანჯვებებისაგან და დაბადებიდან მოყოლებული და ცრუ დევაჩანის ნეტარებისაგან.
სიბრძნის და ცოდნის უკაცრავად სიბრძნის და ცოდნის მიღწევით, რომელსაც შეუძლია გაფანტოს ილუზიის ნაყოფები და უცოდინარობის ნაყოფები. მაია ან ილუზია არის ელემენტი, რომელიც შედის ყველა საბოლოო საგნებში, რადგან ყველაფერი, რაც არსებობს, აქვს არა აბსოლუტური, მაგრამ მხოლოდ შეფათებითი რეალობა, რადგან ხილვადობა, რომელიცაც იმოსება ფარული ნუმენი, მოცემულია დამკვირველისთვის და დამოკიდებულია მისი შემეცნებითი უკაცრავად უნარებისაგან. ველური განუვითარებელი თვალისთვის ნებისმიერი სურათი აღმოჩნდება ჯერ უაზრო ხაზების ქაოსით. და საღებავების ლაქებად. მაშინ, როდესაც აღზრდილი თვალი იმწავსვე ნახავს სახეს ან პეიზაჟს. არაფერია მუდმივი იმის გამონაკლისად ერთიანისა, ფარულისა, აბსოლუტურისა, რომელიც თავისში იტევს ნუმენებს ყველა რეალობისა არსებობა, რომლებიც ეკუთვნიან ყოველ პლანს სოფიისა, დედამიწა იგულისხმება. ზოგი გოემიას, ზოგი გაემიას, ზოგი სოფიას უძახის მაღალი ხიან კოგანებამდე. ზეთიური არსებებია ეს კოგანები. არიან როგორც ანალოგიური ჩრდილები, მიგდებული ჯადოსნური ფარანით შავ-თეთრ ეკრანზე. მაგრამ მაინც ყველა ნივთები რეალობას მიახლოებულია, რადგან შეცნობილი აგრეთვე არის ანარეკლი და ამიტომ ყველა მიღწევადი მათ მიერ ნივთები არის მისთვის ისევე რეალური, როგორც თვითონ, როგორც რეალობით
როგორიც რეალობით არ უნდა ფლობდნენ ნივთები, ეს რეალობა უნდა იყოს ნაპოვნი მათში, მანამ ან იმის შემდეგ, რაც გაივლიან თითქოს წამიერი აფეთქებით ჩვენ მატერიალურ სამყაროში, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ ამდაგვარი არსებობა, სანამ ჩვენი გზნობები ინსტინქტები რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, შეძლებენ გადაცემას მატერიალური არსებობისა ჩვენ ცნობიერების ველში, რომელ პლანზეც არ ემოქმედა ცნობიერებას ჩვენ დასაგნები, რომლებიც ეკუთვნიან ამ პლანს, ვართ ამ დროისთვის ერთადერთი რეალობები, მაგრამ ჩვენი განვითარების წინ გასატანად რაც სტადიებშია რომლებიც ჩვენ გავიარეთ, ჩვენ მივიღეთ ჩრდილოები უკაცრავად, ჩვენ მივიღეთ ჩრდილები რეალობის მაგივრად და რომ ეგოს აღმავალი პროცესი შედგება პროგრესიული გამოღვიძების მთელი რიგიდან და ყოველი წინ წატევას და ყოველი წინ წატევას მოაქვს თან საკუთარი აზრი, რომელიც ბოლოს რომელამდეც ბოლოს ვერ მივაღწიეთ რეალობა, ვერ მივაღწიეთ ამ რეალობას, მაგრამ როდესაც ჩვენ მივაღწიეთ აბსოლუტურ ცნობიერებას და ჩვენი ცნობიერებით შევეწყოთ მას, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი ცნობიერებით შევეწყმებით მას, მაშინ ვიქნებით განთავისუფლებული მცდარი აზრებისაგან. რომლებიც გააჩნია მაიას, ანუ ილუზიას. მოდით აქ შევჩერდეთ მეხუთე პუნქტზე. აქ შევჩერდეთ დროებით.